მეგობრებო, გამარჯობათ. მოგესალმებით საქართველოს ცხოველთა დამცველებს და მე მინდა თქვენი გასაგონად ერთი განცხადება გავაკეთო. ეს უთია ველაპარაკე ქუთაისის აეროპორტში, არ ვიცი ვინ იყო, სახელი გვარი არ უთქვია. და გუშინდელი ჩემი კატეგორიული მოთხოვნა, სადაც ვთხოვდი რომ გააუქმოს ქუთაისის აეროპორტმა გამოცხადებული ტენდერი, ამაზე ოფიციალურად მითხრეს უარი. ეს რას ნიშნავს, შემოკარგებო, ვინც არ იცით, მე მინდა აი ამ სფეროში დაკავებულ ცხოველთა დამცველებს გითხრათ და აგიხსნათ, ეს რას ნიშნავს. ეს იმასე ნიშნავს, შემოძვირფასებო, რომ ქუთაისის აეროპორტმა, რომელიც არის სახელმწიფო ორგანიზაცია, ანუ არის პატარა სახელმწიფოში, არის სახელმწიფო ორგანიზაცია, რომელსაც ჩვენ გადასახადის გადახვდელები ვინახავთ და პლუს ესე იგი აეროპორტი მიქირავებული აქვს კერძო კომპანიაზე, ვიზი არის ესეთი კომპანია, რომელიც ასრულებს ქუთაისის აეროპორტში რეისებს. გონი სხვა კომპანია იქ არ არის, მარტო ვიზი არის ასრულებს. არა, რამდენია? სხვაც არის? ხო. მოგეთ ძირითადი რეისები სრულდება აი ამ კომპანია ვიზი არის საშუალებით. ვიზი არის, როგორც მოგახსენეთ, არის უცხოური კომპანია, კერძო კომპანია, რომელიც სხვათა შორის არის ძალიან ცხოველთა მოყვარული, კარგი ადამიანები ხელმძღვანელობენ ამ კომპანიას. იქ მიუსაფარ ცხოველებს ქუთაისის აეროპორტის წინ, ავტოსადგომზე და მიმდებარე ტერიტორიაზე დაუდგეს სახლები, ზრუნავენ ამ ძაღლების გამოკვებაზე, კასტრაციას, სტერილიზაციაზე და ასე შემდეგ. ნორმალური ხალხია, მაგრამ ეთყობა ეს სახელმწიფო ორგანიზაცია ქუთაისის აეროპორტი. კიდევ ვიმეორებ, ქუთაისის აეროპორტი, აი ესეთი სახელწოდებით, ეს ორგანიზაცია არის სახელმწიფო ორგანიზაცია, რომელიც ასევე ჩვენი ჯიბიდან ფინანსდება. პლუს გაქირავებული აქვს ეს ტერიტორია, ეს შენობა, სახელმწიფო შენობა და იქიდან კიდე შემოსავალს იღებს, როგორც გითხარით, მიქირავებული აქვს რამოდენიმე ავიაკომპანიაზე. ეხლა რა ხდება? აი ამ ნაბოზრებმა გადაწყვიტეს, აი ამ ბოროტმა სახელმწიფო ორგანიზაციამ, ქუთაისის აეროპორტმა გადაწყვიტა, რომ უფრო მეტი შემოსავალი მიიღოს. რატო? იმიტომ ვერ გაძღა ეთყობა მაგისი კორუმპირებული დირექტორი. დანიშნული დირექტორია, როგორც ყველა სახელმწიფო ორგანიზაციაში ინიშნება, საქართველოს მთავრობის მიერ, ასევე დანიშნული დირექტორი ყავს ეთყობა. ვინ არის ეს დირექტორი, მე არ ვიცი. იმიტომ მიმალავენ და არ გამოდის შევთან კონტაქტზე. აი ეს ხარბი ნაბოზვარი ვიღაცა დირექტორი და ხელმძღვანელობა ქუთაისის აეროპორტის ვერ გაძღა ეთყობა და გადაწყვიტა, რომ როგორმე რამენაირად რა ვიცი, გაზავდოს ალბათ კლიენტურა და ფიქრობენ, რომ ისეთი ადამიანები, ვისაც ორგანულად ეზიზღება ძაღლი და ეშინია ძაღლის დანახვიცაც კი, ხო? აი ესეთი კლიენტურაც მიიზიდოს ქუთაისის აეროპორტმა და გადაწყვეტა ქუთაისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიყვანონ ძაღლები. და წარმოიდგინეთ, როგორი საზღვარი ტენდერი გამოაცხადა აი ამ ნაბოზვარმა ქუთაისის აეროპორტმა. ეძებს ისეთ ორგანიზაციას, რომელ ორგანიზაციაზეც მე თქვენ ორი კვირის წინ გაცნობეთ და ავტეხი ერთი ამბავი განგაში, მაგრამ ყველა ფეხებზე დაიკიდეთ ჩემი ინფორმაცია, კონკრეტულად ის ინფორმაცია, რომ დარეგისტრირდა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც მთავრობა აფინანსებს, რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს. აი ესეთი კონკრეტული სახელით მაწანწალა ძაღლების გაყვანის სერვისი და აგერ ფაქტის სახეზე არის აი ამ ნაბუზვარმა, მეორე ესე იგი ბოროტმა ძალამ, აი ამ არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომელშიც დარწმუნებული აი ესეთი გაბოროტებული და სიცოცხლეზე გაბოროტებული ადამიანებით არის დაკომპლექტებული. ამათ გადაწყვიტეს, რომ ქუჩის მიუსაფარი ძაღლების პრობლემა აი ესე სადისტური, ძალადური მეთოდით მოაგვარონ. კონკრეტულად ესე იგი რას ითვალისწინებს აი ეს მზაკრული გეგმა. ქალაქის დასახლებული ტერიტორიებიდან, ორგანიზაციის ტერიტორიებიდან, სახელმწიფო ორგანიზაციების ტერიტორიებიდან უნდა მოხდეს ძაღლების გაყვანა დაუსახლებელ ადგილას. ანუ ესე იგი, წამებით სიკვდილისთვის იმეტებენ ძაღლებს. მიუხედავად იმისა, ძაღლი არის გასტერილებული, თუ არ არის გასტერილებული, ყველა ესე იგი ძაღლის გაყვანას
გეგმავენ აი ეს არასწორები, ეს ნაბოზრები. ბიჭო, ამათ რა არის? იცი, ამათ გაუვიდათ. იქ იმ ახალგაზრდებს რომ დაერივნენ მიტინგზე და გავერთიანეს თავყბა, ესე რომ იძალადეს ხალხზე, დღემდე ესე რომ ძალადობენ, აი ამ ხელა ჯარიმები შემოიღეს, პლუს ესე იგი რუსეთიც კი გვექაჩებია, ეს ყველაფერი გაუვიდათ აი ნაბოზრებს ამათ, ხო? ეხლა გადმოვიდნენ უკვე ძაღლებს ეს და მე ეხლა აი ქოცი ნაცი სულ კიდია სირზე რა. თქვენ ძალიან კარგად იცით. რომელი ცხოველთა დამცველი არის ქოცი, რომელი არის ნაცი, სულ სირზე მკიდი ხართ ყველა. ეხლა მაგის რო არ არის, ეხლა გაერთიანდით თუ ხარ ცხოველთა დამცველები და აი საწყალი უდანაშაულო ძაღლები უნდა დავიცვათ აუცილებლად აი ამ ძალადობისაგან და წამებით სიკვდილისაგან, იმიტომ რომ ქუთაისს თუ გაუტარეთ ჩვენ ეს, ხო? ხვალ მე მიადგებიან თბილისს, სხვა ქალაქებს, რუსთავს, გორს, ზუგდიდს, თელავს, ისედაც როგორ ძალადობს. ეს ნაბოზვარი ზავრაშვილი და კიდე გორის თავშესაფარი, ქუთაისის სახელმწიფო თავშესაფარი, ამ ქუჩის მიუსაბარ ძაღლებზე თქვენ ყველამ ძალიან კარგად იცით. ამიტომ გეგმა არის ესეთი. პირველი, მე შევთავაზე გუშინ ქუთაისის აეროპორტს, რომ თუ ძაღლი ხვდება ასაფრენ ბილიკზე, ეს დაუშვებელია. როგორ შეიძლება ასაფრენ ბილიკზე ვირთხას არ უნდა იყოს, ეს საფრთხეს უქმნის მგზავრებს ადამიანს. ამიტომ უნდა გქონდეთ შემოღობილი ისე ასაფრენი ბილიკი, ანუ აეროპორტის ის ტერიტორია ესე უნდა იყოს შემოღობილი, რომ შიგნით ძაღლი კი არა, გზააბნეული ადამიანის ვერ უნდა აღწევდეს. ვერ უნდა გადაწყვეტს ამას. უნდა იყოს დაცული ეს ტერიტორია, ბუნებრივია. და თუ იქნება ესეთი ღობე გაკეთებული და თუ იქნება დაცული, ხო იქ რა თქმა უნდა ძაღლი ვერ შევა. მაგრამ მეტყობა ამის გაკეთება არ უნდათ, არ ვიცი ახლა იქ ძაღლი საფრენ ბილიკზე ხდება თუ არ ხდება, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ შეუძლებელია ძაღლი როგორ შეიძლება საფრენ ბილიკზე რომ შევიდეს, შეაღწევს, ისე უნდა იყოს დაცული. და თუ არ არის დაცული ეს ტერიტორია, კიდე ერთხელ მიუთითებს, როგორი კორუმპირებული ხელმძღვანელობა ყავს აი ამ სახელმწიფო ორგანიზაციას, რასაც ქვია ქუთაისის აეროპორტი. ეს ერთი. მეორე, თუ ძაღლი შედის შენობაში, აეროპორტის შენობაში შიგნით, მაშინ იქ დაცვამ უნდა იმუშაოს და უნდა გამოიყვანოს ეს ძაღლი შენობიდან. და რაც შეეხება ავტოსადგომზე და აეროპორტის წინ, ესე იგი ტერიტორიაზე, თუ არიან იქ მიუსაფარი ძაღლები, ისეთი ძაღლი, რომელიც არის აგრესიული, რა თქმა უნდა, აგრესიულ ძაღლს ცხოვრების უფლება არ აქვს. არ უნდა იყოს აგრესიული ძაღლი არც ქუჩაში და სიცოცხლის უფლებაც კი არ აქვს, კაცო. აგრესიული ძაღლი, რომელსაც ფსიქიკა აქვს შევტოვდა, რომელიც მკურნალობას არ ექვემდებარება, იმისი ევთანაზია უნდა მოხდეს. მაგრამ თუ ძაღლი არის გასტერილებული და ვაქცინირებული და არ არის აგრესიული, ანუ ადამიანს უმიზედოდ თავს არ ესხმის, მასეთ ძაღლს ქუთაისის აეროპორტო თქვენ დიდებს გავთხარი მე სათითაოდ. აქვს უფლება სიცოცხლის და აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე კი არა, პარლამენტის წინაც შეუძლია რომ იცხოვროს და გააგრძელოს ცხოვრება. აი ამას დღეს არსებული ეს პატარა ეს კუნძული კანონმდებლობისა ამას ითვალისწინებს ეს. რაც შეეხება მთლიანად აი ამ გლობალურ პრობლემას, რაც გვაქვს ჩვენ საქართველოში მიუსაფარი ცხოველების, ანუ ქუჩაში მცხოვრები ცხოველების შესახებ, ამას უნდა არეგულირებდეს შემოკარგებო კანონი, რაც ვერ მივაღებინეთ. კანონი ვერ მივაღებინეთ ვერც მე-9 მოწვევის პარლამენტს, ვერც მე-10 მოწვევის პარლამენტს. ეხლა მე-11 მოწვევის პარლამენტია, რომელიც არალეგიტიმურია, მე ესე ვფიქრობ. იმიტომ რომ რასაც ესენი აკეთებენ, არანაირი ლეგიტიმაციაში არ ჯდება რა. მაგრამ ესენიც არ მიიღებენ ამ კანონს, იმიტომ რომ საერთოდ კანონს როცა ღებულობ ადამიანი, პარლამენტს როცა ღებულობ კანონს, ეს კანონი უნდა იყოს მორგებული შენს ქვეყანაზე და თითოეულ მოქალაქეს, აი ამ ქვეყნის მაცხოვრებელს უნდა ეხმარებოდეს ცხოვრების გაუმჯობესებაში, უნდა შეუქმნას ნორმალური ცხოვრების პირობები და ამ განდონებმა გეკითხებით, რომელი კანონი მიიღეს, ერთი, რომელიც აი ამ პრობლემას აგვარებს, ანუ რომელიც ჩვენ ცხოვრებას აუმჯობესებს. ზრდიან და ზრდიან ჯარიმებს, აწესებენ 1000 სირობებს და ეხლა გადავიდნენ უკვე პირდაპირ ჩვენ სფეროზე და გვირტყამენ ესე იგი ჩვენ ცხოვრებათა დამცველებს. ბიჭო, ერთი რამე გაიგე ადამიანო, რომ ძაღლმა რომ იცოდეს ლაპარაკი და რომ იცოდეს კითხვა, ჩვენი დაცვა არ დაჭირდებოდა. თვითონ დაიცავდნენ თავის თავს. მაგრამ რადგანაც არ იციან ეს და ჩვენ ვართ ადამიანები და ყველა ადამიანში უნდა არსებობდეს სიკეთის მარცვალი, უნდა გავაკეთოთ ის, რაც არის გასაკეთებელი. არ უნდა ვაკეთოთ სიკეთე.
და რა ის სიბოროტე, რასაც ახლა დღეს აკეთებს ქუთაისის აეროპორტი. და ქუთაისის აეროპორტი კიდე გიმეორებთ, ეს არის სახელმწიფო ორგანიზაცია და არის სახელმწიფოს სახე აი ამ ქვეყანაში. და როგორი სახე აქვს ახლა ქუთაისის აეროპორტს, ხო სახე დაგარგული ნაბოზრებს რო გვანან. აი ესეთი სახე გაქვს თქვენს მთავრობა, იცოდეთ რა, ამიტომ კეთილიანებეთ, ვისაც ხელგეწიფებათ მთავრობაში, ვინც ნიშნავთ დირექტორს და ასე შემდეგ, გაიძერით თქვენ დედებს გავთხარე მე რა. გაიძერით თქვენ ნაბოზრებო თქვენ და აი ამ ქუთაისის აეროპორტს მე ამ ეტაპზე ჯერ ვერაფერს ვერ გავხდი. ველაპარაკე ნორმალურად აუხსენი, მაგრამ არ შედის მაგათ ყურში და აცხადებენ ტენდერს. და იმ ტენდერში ისეთი პირობებია, ესე იგი, ჩადებული, ხო? ძალადობრივი, სიბოროტია თავიდან ბოლომდე ჩადებული და პლუს კიდე ისეთი ტყვილია ჩადებული, ხო, აი ამ გაურკვეველ მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს, რომელიც სამსფეროში გარკვეული არ არის, ამ ამბავში არ არის გარკვეული, აშინებენ ეუბნებიან, რომ თურმე იქ გაუთიშე ბიჭო, რომ თურმე იქ, ესე იგი, გაუსაზრისი პირობებია ქუთაისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, თურმე აგრესიული ძაღლები არიან, რომლებიც ადამიანებს ესხმიან თავს და ჭამენ, იმდენ თქვენ დედებს შევეცი, სად არის იქ 300 ძაღლი. ესაც გაწელილია ტენდერი, რომ მე რატკატებით ფული უკან დაებრუნოთ, თქვენი კორუმპირებულ დედებს შევეცი მე. 40 ძაღლამდე არის ქუთაისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია ძაღლები, რომლებიც არიან ვაქცინირებული, გასტერილებული და რას აკეთებენ ეს ძაღლები? მიდიან ადამიანთან და ერთნაჭერ პულს თხოვენ, ან თამაში უნდათ ეთამაშებიან და აი ამ ბოროტ ძალას, აი ნაბოზრებს ამათ ხო ვერ აუტანიათ ბიჭო ეს 40 ძაღლი და იქ გაწელეს, ესე იგი რომ 300 ძაღლიაო, გასაყვანიო ქუთაისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია, თან ისე აქვთ ჩაწერილი იქ პირობა, თურმე ქუთაისის აეროპორტში არიანო შიგნითო ძაღლები. მე ამათ დედებს შევეცი სათითაოდ რა. ესეთი განდონები საიდან იბადებიან ამ ქვეყანაში მაინტერესებს თო. და 300 ციფრი რატო აქვთ ისე ჩაწერილი? იმიტომ რომ იქ მარტო ქუთაისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან კი არ უნდათ რომ აი ეს უდანაშაულო ძაღლები გაიყვანო და წანებით მოაკვლევინონ. არა, იქ შორი ახლოს თუ არის კიდე რომელიმე ძაღლი მიკედლებული, იმ ძაღლებზეც უნდათ ესე იგი რომ მიიტანონ აი ეს ძალადობა და ისინიც უნდათ რომ გადაასახლო. 37 წელია თქვენ დედებს შევეცი ბიჭო, ხო და ამიტომ მე მიმართავ ახლა მთავრობას რა, თქვენ ბიჭო შიგ ხო არა გაქვთ თო? ქუთაისის აეროპორტის ის ვინც არის დანიშნული თქვენი დირექტორი, ყური აუწიეთ თო? ან ამოვარდეთ ეხლა გააგდეთ იქიდან, მე მაგის ბოროტი დედა შევეცი, მე მაგისი რას აკეთებს თო? იქ იმ აეროპორტში თქვენ დედა მოტყუნება, ბავშვების მიდიან, ადამიანები მიდიან, რომლებსაც სიცოცხლე უყვართ და ის ზაღლი, რომელიც გუშინ წინახეს ერთი ნაჭერი პური მიცეს, რო გაიგებენ რომ თქვენი ზაღლი წაიყვანეთ და სადღაც გააციმბირეთ, თქვენი რუსი დედა მოუთხა თქვენიმე, ხო? იმათ იმ ბავშვის ფსიქიკაზე არ ფიქრობთ, იმ ადამიანის სულს რო ამახინჯებთ, არ ფიქრობთ, თქვენ დედებს შევეცი მე თქვენი? ბიჭო, წესიერად გელაპარაკეთ, მოგმართეთ, გთხოვეთ, მოგწერეთ, ყველაფერი გავაკეთეთ და ყლეზე იყიდებთ ყველაფერს და ბიჭო, მე მაიზულებთ, რომ გადავიდე გინებასი და დედა გაგინოთ, თუ თქვენ დედებს შევეცი მე თქვენი და რატო აკეთებ? ქსიამოვნებთ, ჩემი ნერვების მოშლა ქსიამოვნებთ, ან მე რო გაგინებთ, ეგ ქსიამოვნებთ, თქვენი მაზოხისტი დედა მოვთხან თქვენითო. მოგრეთ, მე მიმართავ ახლა ცხოვრთა დამცველებს რა. პეტიცია არის გასაკეთებელი, ვისაც ხელგეწიფებათ, შეადგინათ პეტიცია, უნდა შევაგროვოთ ხელმოწერები და გავთხაროთ მთავრობას ტრახში რა, რომ ქუთაისის აეროპორტის აი ნაბოზვარ დირექტორს, ვინც ყავთ დანიშნული ამ კორუმპირებულ ნაბოზვარს, ხო, ვინც არის, არ ვიცი, ვინ არის, არც მეუბნებიან, იმალება კურდღელივით რა. თუ კაცი ხარ, შენ დედა მოტყლო, რას იმალები, შენ დედა შევეცი მე შენი რა. ხო და ეს პეტიცია უნდა შევადგინოთ, მოვაწეროთ ხელი ყველა აბსოლუტურად ყველა ცხოველთა დამცველმა, კოდს იქნება, ნაცი იქნება, შუაშისტი იქნება თუ ჩემსავით ანარქისტი, თქვენ კეთილებს შევეცი თქვენი ყველასი. ყველამ უნდა მოვაწეროთ ხელი და გავთხაროთ ტრაქში ამათ, თორე სხვანაირად მარტო ერთი კაცი ვერაფერს ვერ გავხდები, ეს ტენდერი უკვე ძალაში არის და ცალკე კიდე საკითხავია, ხო, აი ამ ტენდერში აი ეს ნაბოზვარი ორგანიზაცია რო ღებულობს მონაწილეობას, ხო? მე გითხარით ბიჭო, მე ვრეკე მაგათია, მე არც მისამართი ქაღალდი არის დაფიქსირებული, თორე ოფისი ასადა არ აქვს აი ამ ნაბოზვარ ორგანიზაციას, რომელსაც ქვია ესეთი სახელი, ქუჩის მაწანწალა, თან წარმოგიდგენთ, ეს მაწანწალები ეგენი არიან, მაგათ დედებს შევეცი მე რა. მაწანწალა ძაღლების გაყვანის სერვისიო, ვერ მივაგენი, ვინ არის ის ტიპი რომ ნახო, რომ ყურები დავიჭეო და პირში მივცე, მაგის დედა შევეცი მე მაგისი რა. ხო და ბიჭო, 23 წელია ჩემი ჯიბი, ჩემი სახსრები და კიდე ბევრი ადამიანია, რომელიც ამას აკეთებს, თავი ჯიბით ეხმარება აი ამ საწყა მიუსაფარ ცხოველებს, თო? და თქვენ ბიჭო, როგორ გონიათ, ეხლა მოგცემთ იმის უფლებას, რომ აი ესე მოხვიდეთ და სულში ჩაგვაფურთ, ხო თო?
ხო და პირველი გასაკეთებელი ეს პეტიცია მეორე ესე იგი აუცილებლად ყველამ დააფიქსირა თქვენი პოზიცია საჯაროდ ლაივებით და წერილებით გააგზავნეთ მთავრობაში როგორც მე გავაკეთე და ასევე ქუთაისის აეროპორტში და ამა თუ შედეგი არ მოიღო ხო მე რომ უნდა დავжე და მოვიფიქროთ რაღაცა რა ამათ მოუტყავ დედის სმუტელი თო ბიჭო ამათ აღარ უნდა გაუტაროთ არაფერი ამოვიდა უკვე ყელში რა ამათ ეს ნაბოზრობა და ძალადობა რა გადაიძვეს თავზე უკვე თო აი ეს მინდა მეთქვა ველოდები ყველა ცხოველთა დამცველისაგან რეაგირებას და მე ერთი დღე დაველოდოთ კიდე და ხვალისთვის უკვე უნდა შევიკრიბოთ ყველა და მივიღოთ ერთობლივი გეგმა რა უნდა გავაკეთოთ შტურმით ავიღოთ აეროპორტი და მოვწყნათ ის დირექტორი კაბინეტში თუ რა უნდა გავაკეთოთ მაგაზე უნდა მოვილაპარაკოთ რა გამეთი შეხლანკა